მანამ სანამ ჯეი რობერტ ოპენჰაიმერი ატომური ბომბის ერთ-ერთ მთავარ შემქმნელად გახდებოდა, ის ჯერ კიდევ ძალიან გონიერი ბავშვი იყო, მაგრამ საკუთარი გონებისა და ემოციების კონტროლი უჭირდა. ის დაიბადა ნიუ-იორკში 1904 წლის 22 აპრილს. მისი სრული სახელი იყო იულიუს რობერტ ოპენჰაიმერი, მაგრამ უფრო მეტად რობერტ ოპენჰაიმერად იცნობდნენ. მისი ოჯახი მდიდარი იყო. მისი მამა იულიუს ოპენჰაიმერი გერმანელი ებრაელი ემიგრანტი იყო, რომელიც შეერთებულ შტატებში 1888 წელს გამოვიდა. ის თითქმის უფულოდ დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ტექსტილის ინდუსტრიაში წარმატებული ბიზნესმენი გახდა. მისი დედა ელა ფრიდმანი ნიუ-იორკში დაბადებული მხატვარი იყო. სწორედ მისი გავლენით რობერტი ადრეულ ასაკში არა მხოლოდ მეცნიერებით, არამედ ხელოვნებითა და ლიტერატურითაც დაინტერესდა. მას ჰყავდა უმცროსი ძმა, ფრენკ ოპენჰაიმერი, რომელიც მოგვიანებით ასევე ფიზიკოსი გახდა. რობერტი მანჰეტენზე, ცენტრალ პარკთან ახლოს, დიდ ბინაში გაიზარდა. მათი ოჯახი ძვირფასი ნახატების კოლექციას ფლობდა. ამიტომ რობერტის ცხოვრება კომფორტული და უზრუნველი იყო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ისინი მდიდრები იყვნენ, მისი ბავშვობა ჩვეულებრივი არ ყოფილა. ის მორიდებული იყო და ურჩევნოდა კითხვა ვიდრე თამაში. ბავშვობიდანვე უყვარდა ქვები და მინერალები. როცა 11 წლის გახდა, ნიუ-იორკის მინერალების კლუბში გაწევრიანების უფლება მისცეს, რადგან უკვე დიდი ცოდნა ჰქონდა. სკოლაშიც სწრაფად სწავლობდა, რამდენიმე კლასს ჩვეულებრივზე ადრე დაამთავრა, თავდაპირველად ქიმიით იყო გატაცებული, მაგრამ მოგვიანებით უფრო მეტად ფიზიკით დაინტერესდა. ის სწავლობდა, როგორ მუშაობს მატერია, ენერგია, სივრცე და ბუნების ძალები. 1922 წელს ოპენჰაიმერი ჰარვარდის უნივერსიტეტში შევიდა. მას ასევე უყვარდა ისტორიისა და ლიტერატურის შესახებ კითხვა, ფილოსოფიისა და ძველი საბერძნეთისა და რომის ნაწარმოებების კითხვა. ის ცნობილია როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბიბლიოთეკაში იყო და დამატებით გაკვეთილებსაც იღებდა. მისი სწრაფი სწავლის უნარის გამო მან ჰარვარდის კურსი მხოლოდ 3 წელიწადში 1925 წელს დაასრულა. ამის შემდეგ ის ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში წავიდა და ფიზიკის სწავლა გაეგრძელებინა. აქ მას დიდი პრობლემა შეხვდა. ოპენჰაიმერი თეორიულ ფიზიკაში იყო გამორჩეული, სადაც მათემატიკას იყენებენ სამყაროს კანონების ასახსნელად. მაგრამ მას ლაბორატორიაში გაუჭირდა. აქ მუშაობა მოითხოვდა რეალური აღჭურვილობის გამოყენებას და ექსპერიმენტების ჩატარებას. ამის გამო მან ძლიერი ზეწოლა და საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუება იგრძნო. არსებობს ცნობილი ამბავი, რომ მან ვაშლი მომწამლელი ქიმიკატით დაფარა და დატოვა თავისი მასწავლებლისთვის, პატრიკ ბლეკეტისთვის. მაგრამ შემთხვევის სრული დეტალები არ არის ნათელი და ამბის ზოგიერთი ნაწილი ზუსტად დადასტურებული არ არის. რაც ნათელია, მაშინ მას სერიოზული ემოციური კრიზისი ჰქონდა და დახმარების თხოვნა დასჭირდა. მან ასევე დაინახა, რომ ექსპერიმენტული ფიზიკა მისთვის შესაფერისი არ იყო. ამიტომ 1926 წელს ის გადავიდა გოთინგენის უნივერსიტეტში, გერმანიაში. ეს იყო თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი იმ დროს. იქ ის სწავლობდა მაქს ბორნის გამწვანელობით, რომელიც ცნობილი გერმანელი ფიზიკოსი იყო და კვანტური მექანიკის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. კვანტური მექანიკა ფიზიკის ის ნაწილია, რომელიც ხსნის თუ როგორ მოქმედებენ ძალიან პატარა ობიექტები, როგორიცაა ატომები და ელექტრონები. გოთინგენში ოპენჰაიმერი ბევრ ახალგაზრდა მეცნიერთან მუშაობდა, რომლებიც მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდნენ, მათ შორის ვერნერ ჰაიზენბერგი და ედვარდ ტელერი. მიუხედავად ამისა, ოპენჰაიმერი ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. 1927 წელს 23 წლის ასაკში. მან დაასრულა დოქტორანტურა, ანუ PhD ფიზიკაში. იმავე წელს მან და მაქს ბორნმა შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელსაც დღეს ბორნ-ოპენჰაიმერის მიახლოება ეწოდება. მისი მთავარი იდეა მარტივია. მოლეკულაში ბირთვი უფრო მძიმეა და უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე მის გარშემო მყოფი ელექტრონები. ამის გამო შესაძლებელია ბირთვისა და ელექტრონების მოძრაობის ცალ-ცალკე შესწავლა, რათა უფრო მარტივად გამოვთვალოთ მოლეკულის ქცევა. ეს მნიშვნელოვანი გახდა ქიმიასა და ფიზიკაში, რადგან მან გაამარტივა მოლეკულების სტრუქტურისა და ქცევის შესწავლა. დღემდე ეს პრინციპი კვლავ გამოიყენება მრავალ სამეცნიერო გამოთვლაში. მაგრამ ოპენჰაიმერის გონებაში მხოლოდ მეცნიერება არ იყო. მას ასევე უყვარდა ფილოსოფია და აზიური რელიგიები. ის სწავლობდა სანსკრიტს, რათა ორიგინალ ენაზე წაეკითხა უძველესი ჰინდუ ტექსტები, მათ შორის ბჰაგავად გიტა. თუმცა მისთვის ფიზიკა მხოლოდ რიცხვები და ფორმულები არ იყო. ეს ასევე იყო გზა, რომ გაეგოს სამყარო და რა არის ადამიანის ადგილი მასში. თუმცა ოპენჰაიმერის ხასიათი რთული იყო. ზოგჯერ ის იყო ჩუმი, მორიდებული და სავსე თვითშეფასების ეჭვებით. სხვა დროს ის ხანდახან ამაყი და ადულად გაღიზიანებული ხდებოდა იმ ადამიანებზე, ვინც ვერ ეწეოდა მის აზროვნებას.
ის ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ ყოველთვის არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა სხვებთან. ის ასევე ძლიერ ეწეოდა სიგარეტს. ეს იყო ჩვევა, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება გაჰყვა და საბოლოოდ მის ჯანმრთელობადაც იმოქმედა. პატარა ასაკიდანვე ნათელი იყო, რომ ოპენჰაიმერი არ იყო ჩვეულებრივი მეცნიერი. მას შეეძლო ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და ფილოსოფიის ერთმანეთთან დაკავშირება. მაგრამ მის გონებასთან ერთად მოდიოდა ძლიერიერი ემოციური წნეხი და საკუთარი თავისადმი უნდობლობა. ამას ემატებოდა ემოციები, რომლებსაც ვერ აკონტროლებდა. სწორედ ეს მიიყვანს მას თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე საშიშ პროექტამდე. ამის მიუხედავად, ევროპაში სწავლის დასრულების შემდეგ რობერტ ოპენჰაიმერი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში. თავდაპირველად ის მუშაობდა ჰარვარდსა და კალტექში. 1929 წელს მან დაიწყო სწავლება კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. ამავე დროს ის ყოველწლიურად რამდენიმე თვე ასწავლიდა კალტექში. იმ პერიოდში თეორიული ფიზიკა ჯერ კიდევ სუსტად იყო განვითარებული შეერთებულ შტატებში. ბევრი ამერიკელი მეცნიერი ევროპაში მიდიოდა, რათა ესწავლა ატომებისა და კვანტური მექანიკის ახალი თეორიები. ოპენჰაიმერს დიდი როლი ჰქონდა ამ ცვლილებაში. ბერკლიში მან შექმნა ნიჭიერი სტუდენტებისა და ახალგაზრდა ფიზიკოსების ჯგუფი. ხშირად იკრიბებოდნენ, რათა განეხილათ ატომებთან დაკავშირებული ყველაზე რთული კითხვები. რადიაცია და ვარსკვლავები. ოპენჰაიმერი სწრაფად ლაპარაკობდა და ფიქრობდა. ზოგჯერ მის სტუდენტებს უჭირდათ, მისდევდნენ მას, მაგრამ ბევრს მათგანში აღფრთოვანებული იყო მისი სწავლების მეთოდით. ის მხოლოდ პასუხს არ აძლევდა. ის თავის სტუდენტებს აგზნობინებდა, რომ ისინი ახალი ცოდნის ძიებაში მის გვერდით იყვნენ. ამის გამო ბერკლი გახდა თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი შეერთებულ შტატებში. ოპენჰაიმერმა ასევე მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა. მან იმუშავა პოზიტრონზე, ნაწილაკზე, რომელიც ელექტრონის მსგავსია, მაგრამ დადებითი მუხტი აქვს. ის ასევე თანამშრომლობდა ფიზიკოს მელბა ფილიპსთან. მელბა ფილიპსი იმ დროის ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი იშვიათი ქალი ფიზიკოსი იყო. 1935 წელს მათ აჩვენეს თუ როგორ შეიძლება დეიტერონმა, ნაწილაკმა, რომელიც შედგება პროტონისა და ნეიტრონისგან, გამოიწვიოს ბირთვული რეაქცია. ამ პროცესს ოპენჰაიმერ-ფილიპსის პროცესი ეწოდა. ამ კვლევამ მეცნიერებს დაეხმარა უკეთ გაეგოთ თუ როგორ იცვლება ატომის ბირთვი, როდესაც მას სხვა ნაწილაკი ეჯახება. როცა მისი სახელი მეცნიერებაში უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ოპენჰაიმერის პირადი ცხოვრება კი არეული იყო. მას ტუბერკულოზი დაემართა. ეს არის დაავადება, რომელიც ძირითადად ფილტვებს აზიანებს. ამის გამო ის ხშირად მიდიოდა ნიუ-მექსიკოს მშრალ ადგილებში დასასვენებლად. მას ადგილი მოეწონა და იქ რანჩო იყიდა. მოგვიანებით ნიუ-მექსიკო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი პროექტისთვისაც მნიშვნელოვანი გახდება. 1930-იანი წლების შუა პერიოდში მას ურთიერთობა ჰქონდა ჯინ ტატლოკთან. ჯინი ფსიქიატრიას სწავლობდა და მოგვიანებით ექიმი გახდა. ის ჭკვიანი იყო, მაგრამ მძიმე დეპრესიაც გადაიტანა. ის ასევე ახლოს იყო ამერიკის შეერთებული შტატების კომუნისტურ პარტიასთან. ეს არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც კომუნისტური სისტემის ჯეროდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მომდევნო წლებში ოპენჰაიმერის წინააღმდეგ გამოიყენებენ მის კავშირს ჯინთან და სხვა ადამიანებთან, რომლებსაც კომუნისტურ პარტიასთან ჰქონდათ კავშირი. მათი ურთიერთობა ძლიერი, მაგრამ არეული იყო. რამდენჯერმე დაშორდნენ და ისევ შერიგდნენ. მოგვიანებით ოპენჰაიმერმა გაიცნო კეტრინ პენინგ ჰარისონი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც კიტი. კიტის ბიოლოგიასა და ბოტანიკაში ჰქონდა განათლება. 1940 წლის ნოემბერში ის და ოპენჰაიმერი დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ, პიტერი და კეტრინი, რომელსაც ასევე ტონის ეძახდნენ. თუმცა არსებობს ცნობები, რომ ოპენჰაიმერი და ჟან ტატლოკი ქორწინების შემდეგაც ხანდახან ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჟანი გარდაიცვალა 1944 წლის იანვარში, 29 წლის ასაკში. მისი გარდაცვალება თვითმკვლელობად მიიჩნიეს. მაშინ, როცა მისი პირადი ცხოვრება არეული იყო, მის გარშემო მსოფლიოც იცვლებოდა. 1923 წელს გერმანიის ლიდერი გახდა ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერი იყო ნაცისტური პარტიის ლიდერი, ძალადობრივი და რასისტული პოლიტიკური ჯგუფი. ნაცისტები მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ არიულად წოდებული რასა უმაღლესი იყო და მტრად თვლიდნენ ებრაელებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და სხვა ჯგუფებს. რადგან ოპენჰაიმერის ოჯახი ებრაული იყო, მისთვის პირადად იყო მნიშვნელოვანი ნაცისტური გერმანიის საფრთხე. მან თავისი ხელფასის ნაწილი გაიღო, რათა დაახმარებოდა ებრაელ მეცნიერებს და ოჯახებს გერმანიიდან გაქცევაში. ის უფრო მეტად დაინტერესდა პოლიტიკითაც. მისი ბევრი მეგობარი და ნათესავი მხარს უჭერდა მემარცხენე ჯგუფებს, რომლებიც ფაშიზმს ებრძოდნენ და ღარიბ მუშებს ეხმარებოდნენ. არ არის ნათელი, იყო თუ არა ოპენჰაიმერი კომუნისტური პარტიის ოფიციალური წევრი. მაგრამ ის ახლოს იყო მისი მრავალი წევრთან და ფულს აძლევდა რამდენიმე მასთან დაკავშირებულ ჯგუფს. მაშინ ის ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ეს კავშირები წლების შემდეგ მის სახელს დააზიანებდა. 1929 წლის სექტემბერში გერმანიამ პოლონეთი დაიპყრო.
აქედან დაიწყო მეორე მსოფლიო ომი ევროპაში. ნაცისტურმა გერმანიამ სწრაფად დაიპყრო მრავალი ქვეყანა. 1941 წლისთვის ევროპის დიდი ნაწილი მის კონტროლ ქვეშ ან მოკავშირეობაში იყო. შეერთებული შტატები ომში მაშინვე არ ჩაერთო. ბევრ ამერიკელს აღარ სურდა კვლავ ჩაება დიდ ომში ევროპაში, მაგრამ ეს შეიცვალა 7 დეკემბერს. 1941 წელს მოულოდნელად იაპონიამ შეუტია ამერიკის საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორში, ჰავაის. ამასთან ერთად იაპონიამ ასევე შეუტია ფილიპინებს და სხვა ტერიტორიებს წყნარ ოკეანეში, ამის გამო შეერთებული შტატები ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში. ომის გაფართოებისას კიდევ ერთი რამ იყო, რასაც მეცნიერები განსაკუთრებით ეშინოდათ. შესაძლებელია, რომ ნაცისტურმა გერმანიამ შექმნას ძალიან ძლიერი ახალი იარაღი, ბირთვული გაყოფის გამოყენებით. ბირთვული გაყოფი არის ატომის ბირთვის გაყოფის პროცესი. როდესაც ის იყოფა, გამოყოფს უზარმაზარ ენერგიას და ნეიტრონებს, რომლებიც შეიძლება სხვა ატომების გაყოფასაც გამოიწვევს. 1938 წლის ბოლოს ოტო ხანმა და ფრიც შტრასმანმა გერმანიაში აღმოაჩინეს, რომ ურანი იყოფა, როდესაც მას ნეიტრონი ეჯახება. ლისე მაიტნერმა და ოტო ფრიშმა ახსნეს, რა მოხდა სინამდვილეში და ამას ბირთვული გაყოფა უწოდეს. მეცნიერებმა სწრაფად გაიგეს საფრთხე. როდესაც უწყვეტი ჯაჭვური რეაქცია წარმოიქმნება, შესაძლებელია შეიქმნას ბომბი, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა იმ დროის ასაფეთქებელი. მსოფლიოს საუკეთესო ბირთვული ფიზიკოსებიდან ბევრი გერმანიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან იყო. ამიტომ ამერიკელ მეცნიერთა ჰქონდათ საფუძველი, ეშინოდათ, რომ ატომურ ბომბს პირველად ნაცისტები შექმნიდნენ. 1929 წლის აგვისტოში უნგრელმა ფიზიკოსმა ლეო სილარდმა წერილი დაწერა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტისთვის. მას ხელი მოაწერა ალბერტ აინშტაინმა, იმ დროის ყველაზე ცნობილმა ფიზიკოსმა. წერილში გაფრთხილება იყო, რომ გერმანელი ფიზიკოსები შესაძლოა ურანის გამოყენებით ძალიან ძლიერი ბომბის შექმნას ცდილობდნენ. ამან დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, დაეფინანსებინა ბირთვული კვლევები. თავდაპირველად მთავრობა ნელა მოქმედებდა, მაგრამ ომის გამწვავებასთან ერთად და ბირთვულ კვლევებზე ინფორმაციის ზრდასთან ერთად, აშშ უფრო სერიოზულად მიუდგა საკუთარი ატომური იარაღის შექმნას. 1942 წლისთვის. ის მზად იყო დაეწყო უზარმაზარი და საიდუმლო პროგრამა. მას მანჰეტენის პროექტი ეწოდა. პროექტს ჭირდებოდა ლიდერი, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკაში იქნებოდა ძლიერი. მათ ჭირდებოდათ ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა მეცნიერის გაერთიანება შეეძლო ინჟინრები, სამხედრო ოფიცრები და ლაბორატორიები. და მიუხედავად იმისა, რომ ოპენჰაიმერს დიდი პროექტის მართვის გამოცდილება არ ჰქონდა, სამხედროებმა მასში რაღაც შეამჩნიეს. მან თითქმის ყველა პრობლემის ნაწილი გაიგო. ის მხოლოდ ერთ ვიწრო სფეროში არ იყო ძლიერი. მას შეეძლო ესაუბრა ქიმიაზე, ბირთვულ ფიზიკაზე, ასაფეთქებლებზე და თეორიულ გამოთვლებზე. მხოლოდ რამდენიმე თვეში ყოფილი პროფესორი, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომის ყველაზე დიდი საიდუმლო სამეცნიერო პროექტის ცენტრში აღმოჩნდება. და ადგილი, რომელსაც ის ამ პროექტისთვის აირჩევს, იქნება ნიუ-მექსიკოს შრალი მიწა, რომელიც მას დიდი ხანია უყვარს. 1942 წლისთვის ამ დროისთვის შეერთებულმა შტატებმა სწაფი მოქმედება დაიწყო. მანჰეტენის პროექტის ხელმძღვანელად გენერალი ლესლი გროუვსი დაინიშნა. ის სამხედრო ინჟინერია, რომელმაც ასევე ხელი შეუწყო შეერთებული შტატების სამხედრო შტაბის აშენებას. მანჰეტენის პროექტი მხოლოდ ერთი ლაბორატორია არ იყო. ეს იყო უზარმაზარი საიდუმლო პროგრამა, რომელიც შეერთებული შტატების სხვადასხვა ნაწილში გავრცელდა. ოუკ-რიჯში, ტენესის შტატში ურანი დაამუშავეს, რათა მიეღოთ ურანი 235, რომელიც ატომური ბომბის ერთ ტიპს სჭირდებოდა. ჰემფორდში, ვაშინგტონის შტატში, იქ პლუტონიუმი დაამზადეს დიდი ბირთვული რეაქტორების გამოყენებით. ჩიკაგოში ენრიკო ფერმიმ უხელმძღვანელა პირველ კონტროლირებად ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციას 1942 წლის დეკემბერში. ამასობაში საჭირო იყო საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ყველა კვლევა გაერთიანდებოდა და ბომბის დიზაინი იქვე შეიქმნებოდა. გენერალ გროუსმა ოპენჰაიმერი აირჩია ლაბორატორიის სამეცნიერო დირექტორად. გროუსმა და ოპენჰაიმერმა ლოს-ალამოსი, ნიუ-მექსიკოში აირჩიეს ლაბორატორიის ადგილად. ის შორს იყო დიდ ქალაქებსგან და გარშემორტყმული იყო მთებითა და ვრცელი მიწებით. ადვილი იყო მისი დაცვა და საკმარისი სივრცეც ჰქონდა საშიში ექსპერიმენტებისთვის. იქვე იყო ყოფილი კერძო სკოლაც, რომელიც შეიძლებოდა გადაკეთებულიყო პირველ ლაბორატორიად და მეცნიერთა საცხოვრებლად. 1953 წლის დასაწყისში ფიზიკოსები ლოს-ალამოსში ჩამოსვლას დაიწყეს. ქიმიკოსები, ინჟინრები, სამხედროები და მათი ოჯახები. მთელი ადგილი საიდუმლო იყო. წერილებში ლოს-ალამოსის სახელი არ გამოიყენებოდა. მათთვის მისამართად მხოლოდ საფოსტო 5 სანტა-ფეში იყო მითითებული. მათი წერილებიც მოწმდებოდა და მათ არ შეეძლოთ ეთქვათ თუ რას მუშაობდნენ.
დროის გასვლასთან ერთად ლოს-ალამოსი პატარა ლაბორატორიიდან გადაიქცა საიდუმლო საზოგადოებად, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობდა. ამასობაში მანჰეტენის პროექტზე მთლიანობაში თითქმის 130,000 ადამიანი მუშაობდა. ოპენჰაიმერმა იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერები შეკრიბა. მათ შორის იყო ჰანს პეტე, რომელიც თეორიული განყოფილების ხელმძღვანელი იყო და დაეხმარა ბირთვული მასალის საჭირო რაოდენობის გამოთვლაში. იქ იყო ედვარდ ტელერიც, რომელიც დაინტერესებული იყო არა მხოლოდ ატომური ბომბით, არამედ უფრო ძლიერი წყალბადის ბომბითაც. ასევე მონაწილეობდნენ რობერტ სერბერი, ჯონ ფონ ნოიმანი, ემილიო სეგრე, რიჩარდ ფეინმანი და კიდევ ბევრი ფიზიკოსი, ქიმიკოსი და ინჟინერი. ოპენჰაიმერი ყოველთვის ესწრებოდა შეხვედრებს და აკვირდებოდა თითოეული ჯგუფის პრობლემებს. ის ხშირად იმყოფებოდა ლაბორატორიაში, რათა პირადად ესაუბრა მეცნიერებსა და ინჟინრებს, რომლებიც ბომბას ამზადებდნენ. მძიმე სამუშაოს გამო კიდევ უფრო გამხდარი გახდა. მას ძილი არ ყოფნიდა. ის განაგრძობდა მოწევას და ხშირად ძალიან ცოტა ჭამდა. მაგრამ მათი ყველაზე დიდი პრობლემა დაღლილობა არ იყო. იმ დროისთვის ატომური ბომბი ჯერ არავის ჰქონდა შექმნილი. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ბირთვული ჯაჭვური რეაქცია უზარმაზარი ენერგიის გამოყოფას შეძლებდა. მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, როგორ შეექმნათ ისეთი პატარა ბომბი, რომელიც თვითფრინავში ჩაეტეოდა და ზუსტად საჭირო დროს აფეთქდებოდა. ორი სახის ბირთვული მასალა შეეძლოთ გამოეყენებინათ: ურანი და პლუტონიუმი. ურანის ბომბისთვის მათ შექმნეს ეგრეთ წოლებულ იარაღის ტიპის დიზაინი. მის შიგნით ურანის ერთი ნაჭერი სწრაფად მიეწევა მეორე ნაჭერს. როდესაც ისინი შეერთდებიან, ურანის რაოდენობა საკმარისი გახდება სწრაფი ბირთვული ჯაჭვური რეაქციის დასაწყებად. ამ ბომბს უწოდეს Little Boy. პლუტონიუმის ბომბის დამზადება უფრო რთული იყო. თავიდან მათ სცადეს შეექმნათ იარაღის ტიპის პლუტონიუმის ბომბი, რომელსაც უწოდეს Tin Man. მაგრამ მათ აღმოაჩინეს, რომ პლუტონიუმში ბირთვული რეაქცია შეიძლება ძალიან ადრე დაიწყოს. თუ ეს მოხდებოდა, ბომბი უბრალოდ დაიშლებოდა მანამდე, სანამ სრულ ძალას გამოავლენდა. ამის გამო Tin Man 1944 წელს გააუქმეს. მათ სხვა გზა უნდა მოეფიქრათ. ეგრეთ წოდებული იმპლოზიის დიზაინში ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერება გარს არტყამს მრგვალ პლუტონიუმის ბირთვს. როდესაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ერთდროულად აფეთქდება, ისინი პლუტონიუმს შიგნით დააწვევიან, სანამ ბირთვული ჯაჭვური რეაქცია არ დაიწყება. მარტივად ჟღერს, მაგრამ ძალიან რთულია შესასრულებლად. აუცილებელია, რომ აფეთქება ყველა მხარეს ზუსტად ერთდროულად მოხდეს. თუნდაც მცირე დაგვიანებამ ერთ ნაწილში შეიძლება ბომბა სწორად არ იმუშაოს. მათემატიკოსი ჯონ ფონ ნოიმანი დაეხმარა ასაფეთქებელი ნივთიერებების ფორმისა და განლაგების გაუმჯობესებაში. მეცნიერებს ასევე მოუწიათ შეესწავლათ, როგორ უნდა ჩამოეყალიბებინათ პლუტონიუმი, როგორ უნდა გაეკეთებინათ დეტონატორები და როგორ უნდა დაეზღვიათ, რომ ბირთვზე ზეწოლა თანაბრად განხორციელებულიყო. იმ ბომბს, რომელიც იმპლოზიის დიზაინით შეიქმნა, Fat Man უწოდეს. 1945 წლისთვის. Little Boy და Fat Man თითქმის მზად იყო, მეცნიერებს დიდი ნდობა ჰქონდათ Little Boy-ს ურანის დიზაინის მიმართ, ამიტომ მათ ეს ბომბი სრულმასშტაბიან ბირთვულ ტესტზე აღარ გამოუცდიათ. მაგრამ აუცილებელი იყო უფრო რთული იმპლოზიის დიზაინის მქონე პლუტონიუმის ბომბის გამოცდა, სანამ მას ომში გამოიყენებდნენ. ამიტომ მათ დაიწყეს მზადება ისტორიის პირველი ბირთვული აფეთქებისთვის. მათ აირჩიეს შორეული უდაბნოს ნაწილი ნიუ-მექსიკოში, რომელიც ლოს-ალამოსიდან 200 მილზე მეტად იყო დაშორებული. ოპენჰაიმერმა ეს ტრინიტი დაარქვა. მან ბოლომდე არ აუხსნა ეს სახელი, თუმცა მან ის ინგლისელი პოეტის ჯონ დონის პოემასთან დააკავშირა. ეს ტირების მოწყობილობას კი უბრალოდ გაჯეტი უწოდეს. ეს იგივე პლუტონიუმის იმპლოზიის დიზაინია, რომელიც Fat Man-ში გამოიყენებოდა. გაჯეტი ფოლადის კოშკზე ააწყვეს, რათა შეესწავლათ მისი აფეთქების ეფექტი მიწის ზედაპირზე. მეცნიერებმა კამერები განათავსეს, ინსტრუმენტები და თავშესაფრები განათავსეს გარშემო, რათა გაეზომათ სინათლე, სითბო, წნევა და რადიაცია. მათ არ იცოდნენ, რამდენად ძლიერი იქნებოდა აფეთქება. ზოგი ფიქრობდა, რომ შეიძლება არ ემუშავა. სხვები კი შიშობდნენ, რომ ეს შეიძლება უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე ელოდნენ. 1945 წლის 16 ივლისის გამთენიისას მეცნიერები და სამხედრო ოფიცრები ველოდნენ, როცა უდაბნოში წვიმდა და ელავდა. დილის 5:29 წუთზე მათ ააფეთქეს მოწყობილობა. ხოლო ერთი წამით, ყველაფერი მზეზე უფრო ნათელი გახდა. ამას მოჰყვა უზარმაზარი ცეცხლის ბურთი და ღრუბელი, რომელიც სწრაფად აიჭრა ცაში. შოკური ტალღა შორეულ ადგილებშიც იგრძნეს. კოშკის ქვეშ ქვიშაც კი დადნა და გადაიქცა მინის მაგვარ მასალად, რომელსაც ტრინიტიტი უწოდეს. აფეთქების ძალა დაახლოებით 20,000 ტონა ტნტეს სტოლი იყო. იმპლოზიის დიზაინმა იმუშავა. ტრინიტის ტესტმა დაამტკიცა, რომ შეერთებულ შტატებს უკვე შეეძლო პლუტონიუმის ატომური ბომბის შექმნა. ეს იყო ასევე პირველი ბირთვული აფეთქება, რომელიც ადამიანმა განახორციელა.
ოპენჰაიმერის თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ გაიხსენა, რომ როდესაც აფეთქებას უყურებებდა, მას გაახსენდა ბჰაგავად გიტას ერთი სტრიქონი. მე გავხდი სიკვდილი, სამყაროთა გამანადგურებელი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი წარმატებით დასრულდა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი სამეცნიერო აღმოჩენა. მათ შექმნეს იარაღი, რომელსაც რამდენიმე წამში უამრავი ადამიანის მოკლა შეუძლია. და ტრინიტის ტესტიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში ლოს-ალამოსში შექმნილ ორ ატომურ ბომბს გამოიყენებდნენ იაპონიის ორ ქალაქს. ტრინიტის ტესტის წარმატების შემდეგ შეერთებული შტატები მზად იყო ატომური ბომბის ომში გამოსაყენებლად. იმ დროისთვის ევროპაში ბრძოლა დასრულებული იყო. ადოლფ ჰიტლერი გარდაიცვალა 1945 წლის აპრილში და ნაცისტური გერმანია მაისში დანებდა. მაგრამ ომი იაპონიასთან წყნარ ოკეანეში კვლავ გრძელდებოდა. შეერთებული შტატების ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ იაპონიის კუნძულებზე პირდაპირ შეტევა ძალიან სისხლიანი იქნებოდა. თუმცა დღემდე ისტორიკოსები კვლავაც დაობენ, აუცილებელი იყო თუ არა ატომური ბომბის გამოყენება ომის დასასრულებლად. 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკულმა ბომბდამშენმა ჩამოაგდო Little Boy ჰიროსიმას. Little Boy იყო ურანის ბომბი, რომელიც ლოს-ალამოსში დაამზადეს. სულ რამდენიმე წამში ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა, ათასობით ადამიანი მაშინვე დაიღუპა აფეთქების, სიცხისა და შენობების ჩამონგრევის შედეგად. კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპა მომდევნო დღეებსა და თვეებში მძიმე დამწრობების, ჭრილობებისა და რადიაციის გამო. სულ რაღაც 3 დღის შემდეგ. ამჯერად ნაგასაკიზე ჩამოაგდეს პლუტონიუმის ბომბი Pathmany. კვლავ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. 15 აგვისტოს იაპონიამ გამოაცხადა, რომ მიიღებდა კაპიტულაციას. ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა 2 სექტემბერს 1945 წელს. დღემდე ჰიროსიმა და ნაგასაკი ერთადერთი ორი ქალაქია, რომლებიც ომის დროს ბირთვული იარაღით დაარტყეს. ლოს-ალამოსში ბევრი მეცნიერი თავდაპირველად აღნიშნავდა ბომბის წარმატებას, რომელიც მათ შექმნეს. მაგრამ მალე გაჩნდა შიში და სინანული. მათ დაინახეს, რომ მათი სამეცნიერო პროექტი მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის შექმნით არ შემოიფარგლება. მან ასევე გახსნა ეპოქა, როდესაც ადამიანს შეუძლია მთელი ქალაქის განადგურება სულ რამდენიმე წამში. თავად ოპენჰაიმერმა დაიწყო ბირთვული იარაღის საფრთხეზე გაფრთხილება. მოგვიანებით მან თქვა, რომ მათ ხელებზე სისხლია. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მან მიიღო ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიიღეს შეერთებული შტატების მთავრობისა და სამხედრო ლიდერებმა. მაგრამ მან იცოდა, რომ დიდი როლი ითამაშა იარაღის შექმნაში. ომის შემდეგ ოპენჰაიმერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი ამერიკაში. მედიედია მას ატომური ბომბის მამა უწოდა. 1947 წელს მან დატოვა ბერკლი და გახდა პრინსტონის მოცინავე კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ნიუ-ჯერსი. ეს იყო მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრი, სადაც ასევე მუშაობდნენ ცნობილი მეცნიერები, მაგალითად ალბერტ აინშტაინი. ოპენჰაიმერი საკუთარ სამეცნიერო კვლევებზე ბევრს აღარ მუშაობდა. ამის ნაცვლად ის ეხმარებოდა ახალ ფიზიკოსებს და ხელმძღვანელობდა დისკუსიებს მეცნიერებისა და მთავრობის შესახებ. ამასთან ერთად ის რჩებოდა შეერთებული შტატების მთავრობის მრჩევლად. ის გახდა ატომური ენერგიის კომისიის გენერალური საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე. ატომური ენერგიის კომისია იყო შეერთებული შტატების სააგენტო, რომელიც ბირთვულ კვლევებს ხელმძღვანელობდა. ბირთვულ ენერგიასა და ბირთვულ იარაღს ომის შემდეგ. ოპენჰაიმერმა სცადა მთავრობის დარწმუნება, რომ გაეკონტროლებინა ატომური ბომბის გავრცელება. მაგრამ 1959 წელს საბჭოთა კავშირმა წარმატებით გამოსცადა საკუთარი ბირთვული იარაღი. აქ დაიწყო უფრო გამწვავებული ბირთვული შეიარაღების რბოლა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის. პრეზიდენტ ჰარი დრუმენის მთავრობამ გადაწყვიტა შეექმნათ კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, წყალბადის ბომბი. განსხვავებით ატომური ბომბისგან, რომელიც იყენებდა ბირთვულ გაყოფას, წყალბადის ბომბი იყენებს ბირთვულ შერწყმას. ეს არის პროცესი, რომელიც ასევე მზის უზარმაზარი ენერგიის წყაროა. ოპენჰაიმერი და რამდენიმე მეცნიერი დაუპირისპირდნენ მის დაუყოვნებლივ შექმნას. მათთვის წყალბადის ბომბი ძალიან ძლიერი იყო და ძალიან რთულია მისი გამოყენება ისე, რომ არ მოკვდეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა მთავრობამ მაინც გააგრძელა პროექტი. 1952 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა გამოსცადა პირველი სრულმასშტაბიანი წყალბადის ბომბი, რომელსაც ეწოდა აივი მაიკი. ის ძალიან ძლიერი იყო, 100 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ატომური ბომბი, რომელიც ნაგასაკიზე ჩამოაგდეს. ამის გამო მსოფლიო შევიდა ახალ ეპოქაში. ორივე მხარეს უკვე ჰქონდათ იარაღი, რომელსაც შეეძლო შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის მრავალი ქალაქის განადგურება. ამას ბირთვულ შეკავებას უწოდებდნენ. მისი იდეა მარტივია. ქვეყანა შეიძლება შეეშინდეს თავდასხმის, რადგან იცის, რომ მოწინააღმდეგესად შეუძლია ბირთვული იარაღით პასუხისგაცემა. მაგრამ ძალიან დიდი იყო რისკიც. თუ
თუ შეცდომას დაუშვებდა ლიდერი, დადარი ან სამხედრო ოფიცერი, შეიძლება დაიწყოს ბირთვული ომი, სადაც ნამდვილი გამარჯვებული არ იქნება. როცა ოპენჰაიმერი ეწინააღმდეგებოდა უფრო ძლიერი ბომბების გავრცელებას, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკაც იცვლებოდა. 1950-იანი წლების დასაწყისში კომუნიზმის შიში გაიზარდა. მთავრობამ დაიწყო იმ ადამიანების გამოძიება, რომლებიც ეჭმიტანილები იყვნენ კომუნისტურ პარტიასთან ან საბჭოთა კავშირთან კავშირში. და მისი ყოფილი მეგობრების პოლიტიკური შემოწირულობებისა და ჯინ ტატლოკთან ურთიერთობის გამო ოპენჰაიმერის წარსული ხელახლა გააღვივეს. მეცნიერი, რომელიც ოდესღაც ამერიკის გმირად ითვლებოდა, მალე შეიძლება საკუთარ ქვეყანაში საფრთხედ მიიჩნიონ. 1950-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში კომუნიზმის შიში გაძლიერდა. ამას მეორე წითელი შიში ეწოდა. ბევრი ადამიანი გამოიქულიეს მხოლოდ იმის გამო, რომ ადრე ყავდათ მეგობრები, ეკუთვნოდნენ პოლიტიკურ ჯგუფს, ან ჰქონდათ გარკვეული შეხედულებები. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამ პროცესში იყო სენატორი ჯოზეფ მაკართი, რომელმაც ბევრი სახელმწიფო მოხელე და საზოგადო მოღვაწე დაადანაშაულა საბჭოთა კავშირთან კავშირში. ოპენჰაიმერის ყოფილი თანამოაზრეების გამო, რომლებიც კომუნისტურ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებულნი. მთავრობამ ხელახლა შეისწავლა მისი წარსული. ვერ დაამტკიცეს, რომ ის კომუნისტური პარტიის წევრი იყო, ან საბჭოთა კავშირის ჯაშუში. მაგრამ მას დიდი ხნის განმავლობაში უფალთვალებდა ფედერალური საგამოძიებო ბიურო, მაშინაც კი, როცა ის ლოს-ალამოსის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1953 წლის დეკემბერში პროებით ჩამოართვეს უსაფრთხოების დაშვება. უსაფრთხოების დაშვება არის ნებართვა, რომ ნახო მთავრობის საიდუმლო დოკუმენტები. ოპენჰაიმერმა უარი თქვა ჩუმად გადადგომას. მან მოითხოვა ოფიციალური მოსმენა, რათა დაეცვა თავისი სახელი. მოსმენა 1954 წელს ჩატარდა. მას კითხეს თავისი ყოფილი მეგობრების პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ, ჯინ ტატლოკთან ურთიერთობისა და წყალბადის ბომბის სწრაფი შექმნის წინააღმდეგობის შესახებ. ერთ-ერთი მოწმე მის წინააღმდეგ იყო მისი ყოფილი კოლეგა ედვარდ ტელერი. ტელერმა თქვა, რომ ოპენჰაიმერს მოღალატედ არ მიიჩნევს. მაგრამ ის უფრო უსაფრთხო იქნებოდა, თუ ქვეყნის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა ადამიანს მიეცემოდა. მისი ჩვენება დიდ გავლენას ახდენდა. საბოლოოდ ოპენჰაიმერს უსაფრთხოების დაშვება საბოლოოდ ჩამოართვეს. ის არ ჩაუსო მციხეში და არც ჯაშუშობა დაუმტკიცებიათ. მაგრამ მან დაკარგა ძალაუფლება, მონაწილეობა მიიღო შეერთებული შტატების ბირთვული პოლიტიკის შექმნაში. ბევრი მეცნიერისთვის მათთვის ეს უსამართლო იყო. მათი აზრით, ოპენჰაიმერი ჯაშუშობის გამო არ დაუსაჯიათ, არამედ მისი წარსული კავშირებისა და ზოგიერთი ბირთვული იარაღის პროგრამის წინააღმდეგობის გამო დასაჯეს. ის განაგრძობდა ხელმძღვანელობას პრინსტონის მოწინავე კვლევების ინსტიტუტში. მაგრამ აშკარა იყო, რომ მისი ნდობა და რეპუტაცია მთავრობაში დაზიანდა. ის უფრო ხშირად მიდიოდა სენტ ჯონსში, აშეშის ვირჯინიის კუნძულებზე, სადაც მისმა ოჯახმა ზღვის პირას პატარა მიწა იყიდა. აშეშის გარეთ მას კვლავაც პატივს სცემდნენ. 1957 წელს საფრანგეთმა მას ღირსების ლეგიონის ორდენი მიანიჭა. 1962 წელს ის ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი გახდა. დროის გასვლასთან ერთად უფრო მეტმა ამერიკელმა დაინახა, რომ მეორე წითელი შიშის დროს შიში და დევნა გადაჭარბებული იყო. 1963 წელს ოპენჰაიმერი ენრიკო ფერმის ჯილდოთი დააჯილდოვეს. ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო შეერთებულ შტატებში ბირთვული მეცნიერებისთვის. პრეზიდენტმა ჯონ ფ კენედიმ დაიწყო აღიარება, მაგრამ მისი მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა პირადად გადასცა ჯილდო. ამან არ დაუბრუნა ოპენჰაიმერს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლება. მაგრამ ეს აშკარა აღიარებაა, რომ მისი წვლილი მეცნიერებაში და შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ ის დიდხანს აღარ უცოცხლია. ხანგრძლივი და ძლიერი მოწევის გამო 1965 წელს მას ყელის კიბო განუვითარდა. მან ჩაიტარა მკურნალობა, მაგრამ აღარ გამოჯამრთელდა. რობერტ ოპენჰაიმერი გარდაიცვალა თავის სახლში პრინსტონში 1967 წლის 18 თებერვალს. ის იყო 62 წლის 600-ზე მეტი მეცნიერი, სამხედრო ოფიცერი, მეგობარი და ყოფილი კოლეგა დაესწრო მის სამახსოვრო ცერემონიალს. მოგვიანებით მისმა მეუღლემ მისი ფერფლი ზღვაში წმინდა იოანეს მახლობლად გააბნია. ოპენჰაიმერს არასდროს მოუგია ნობელის პრემია. ეს იმიტომ არ იყო, რომ ის მნიშვნელოვანი მეცნიერი არ იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა კვანტურ ფიზიკაში, ბირთვულ მეცნიერებაში და ვარსკვლავების შესწავლაში. მაგრამ ნობელის პრემია როგორც წესი გაიცემა კონკრეტული და ნათელი აღმოჩენისთვის. ოპენჰაიმერის ყველაზე დიდი უნარი მხოლოდ საკუთარი თეორიის შექმნა არ იყო. მისი ნამდვილი ძალა იყო მეცნიერების მრავალ სფეროში გარკვევა და საუკეთესო ადამიანების შეკრება, რათა ერთად გადაეჭრათ უზარმაზარი პრობლემა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ლოს-ალამოსი წარმატებული გახდა მისი ხელმძღვანელობის დროს. მაგრამ ეს ასევე არის მიზეზი, რის გამოც მისი სახელი მძიმე თვირთად დარჩა ისტორიაში. მან ხელი შეუწყო იარაღის შექმნას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დასრულება დააჩქარა. მაგრამ ამავე დროს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და ბირთვული იარაღის ეპოქა დაიწყო. ომის შემდეგ მან სცადა უფრო საშიში ბომბების შექმნის შეჩერება.
ამის გამო ადამიანი, რომელიც ადრე გმირად ითვლებოდა, მოგვიანებით საკუთარი მთავრობისთვის საფრთხედ იქცა. 2022 წელს აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ოფიციალურად გააუქმა 1954 წლის გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ. სააგენტოს თქმით, პროცესი არასწორი და უსამართლო იყო. მაგრამ ოპენჰაიმერმა ვეღარ იხილა თავის სახელის სრულად აღდგენა. დღემდე ის რჩება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამის სიმბოლოც. მან აჩვენა, რამდენად შორს შეუძლია ადამიანის გონებას მისვლა, მაგრამ მისი ცხოვრებაც გვიჩვენებს, რომ სამეცნიერო აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს მსოფლიო ისე, რომ ამის უკან შებრუნებას ვეღარ შეძლებს ის, ვინც ეს შექმნა.